ირანისგან გაშვებული რაკეტების და დრონებისგან თავდასაცავად ისეთი რაოდენობის ხარჯი ქონათ, რომ ფაქტიურად ამერიკელები ახლა აღიარებენ, რომ მათ უბრალოდ ძალიან ძიმე დეფიციტი გაუჩნდათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამერიკა ერიდება ახალ კონფრონტაციულ რეჟიმში გადასვლას ომის, მდგომარეობს იმაში, რომ უბრალოდ როგორც ისინი ამბობენ, ბანალურად ძალიან დიდი პროცენტი რაკეტების გახარჯულია, თავდასაცავად საკმარისი რესურსი აღარ აქვთ. იმ რეგიონის დასაცავად და იმ რეგიონში თუ ეხლა ირანელებმა რომლების რაკეტები ახლა ბევრად იაფი რესურსია, ბევრად სახარჯო რესურსია, დიდი რაოდენობით აქვს ჯერ კიდევ შენარჩუნებული და თუ ირანელებმა მაღალი პროცენტით მოახერხეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დეფიციტის პირობებში გარღვევა თავდაცვის და ბევრი სამიზნე დაუზიანეს ენერგო რესურსების სახით, ну მანდ ახლა გასაგებია რომ ძალიან ავარდება ენერგო რესურსების ფასები და უბრალოდ ტრამპს მე გარანტირებული ექნება წაგება უახლოეს არჩევნებს. ამიტომ ეხა რა პრობლემაც დაუდგა ამერიკას და უკრაინას ამ ფონზე პარალელურად მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკას დეფიციტი აქვს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების და უბრალოდ აღარ აწვდის უკრაინას არაფერს, იმიტომ რომ როგორც ისინი ამბობენ, თავისთვისაც არასაკმარისი აქვს, აი მაგალითად შეგვიძლია ამაზე ტრამპისთვის დასმული კითხვა მოვისმინოთ. ბატონო პრეზიდენტო, უკრაინასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ მის ქვეყანას სასწრაფოდ ჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ან პეიტრიოტის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბატარეები. განიხილავთ თუ არა მათთვის ამ დახმარების გაწევას? თქვენ ხედავთ, რაკეტები ჩვენც გვჭირდება. როცა ბაიდენი პრეზიდენტი იყო, მან უკრაინას უზარმაზარი მოცულობის დახმარება გადასცა. დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა. როცა მე პრეზიდენტის პოსტი დავტოვე, ჩვენი მარაგები სრულად შევსებული იყო. მან კი ამ მარაგებიდან ძალიან ბევრი გასცა. ახლა ჩვენ ამ მარაგებს თავიდან ვავსებთ და ვაწარმოებთ ძალიან ძლიერ და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალას. თუმცა ამის გაკეთება საერთოდ არ მოგვიწევდა. შეგვეძლო სხვა გზით გვემოქმედა. უბრალოდ ჩვენთვის საკმარისი არა გვაქვს და სხვას რა უნდა მივცეთო? უკრაინას ვერაფერს ვეღარ მივცემთ, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მათთვის აღარა გვაქვს. თითქოს 2 თვის წინ, თვენახევრის წინ რაღაც გარკვეულ ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს და თითქოს უნდა სიმშვიდით დასრულებულიყო რაღაც საბოლოო ვერსიაზე უნდა გასულიყვნენ შეთანხმების. მაგრამ სავარაუდოდ ირანმა, როგორც აი უფრო მეტი წყარო იუწყება და მათ შორის არის ირანელები არ უარყოფენ, სავარაუდოდ ირანმა პირველმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების რეჟიმი. ცეცხლი გაუხსნა გემებს, რომლებიც როგორც ირანული მხარე ამბობდა, ეს გემები შეთანხმების პირობების დარღვევით გადაადგილდებოდნენ ჰორმუზის სრუტის გავლით, ანუ იქ იყო შეთანხმებული ჰორმუზის სრუტის გავლა რა მარშრუტით შეიძლებოდა და როგორც ირანმა განაცხადა, ეს გემები ჰორმუზის სრუტეს ტოვებდნენ ამ მარშრუტის დარღვევით, აი სხვა მარშრუტით გადიოდნენ და იქ სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრიანი სიგანის სივრცეა და მართლა კითხვები გაჩნდა, რომ აი რა ისეთი პრინციპულობა იყო ამ მარშრუტის სიზუსტით დაცვაში, რამდენიმე კილომეტრით იქით რო გასულიყო გემი, მან რა პრობლემა იყო ისეთი, რომ ცეცხლის გახსნად და მოლაპარაკებების რეჟიმის დარღვევად ღირდა ეს ყველაფერი. და უნდა გავაკეთოთ ანალიზი მართლა რაში აწყობს ირანს მორიგი ესკალაციის გამოწვევა. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს ირანი თვლის, რომ ეხლა ინიციატივა და უპირატესობა მის სასარგებლოდ არის. ანუ ირანი თვლის, რომ მას შეუძლია კონფლიქტი გაწელოს, მიუახლოს ამერიკაში დაგეგმილ არჩევნებს და რაც უფრო ახლოს იქნება ამერიკაში დაგეგმილ არჩევნებთან, მით უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება ტრამპი და შესაბამისად ირანი შეძლებს უკეთესი პირობები გამოივაჭროს, იძულოს ამერიკა ან უკეთეს პირობებზე დადოს ზავი. ან უბრალოდ კონფლიქტი გაგრძელდება ამერიკის არჩევნების პარალელურად. ასეთ შემთხვევაში ირანმა შეიძლება მორიგი დაძაბულობის ინსპირირება მოახდინოს, იქ რაღაცა გადაკეტოს კვლავ ჰორმუზი, ნუ ეხლა ფაქტიურად გადაკეტილია, მაგრამ იმ მომენტისთვის რა იქნება არ ვიცით, თუ გახსნილი იქნა რაღაც პერიოდი კვლავ გადაკეტავს, დარტყმებს მიიტანს მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე, ახალი დარტყმებით, ახალი სიხისტით განაახლოს კონფლიქტი და გაზარდოს ნავთობის ფასი მკვეთრად ზუსტად საარჩევნების პერიოდში. ეს ნუ ტრამპის მხარეს, რომლის ამორჩეველში ძალიან არაპოპულარული იყო თავიდანვე ომი, რომელიც მაგ დაპირებით მოვიდა, რომ საერთოდ გარე ომების წარმოებაზე უარს იტყოდა და მით უმეტეს ასეთი უაზრო ომების, რომელთა რეალურ ფუნქციას ამერიკელები საერთოდ ვერ იგებენ ხშირ შემთხვევაში. ტრამპის ამორჩეველში ეს გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას, ბენზინის ფასების ზრდა გამოიწვევს
ნეიტრალური ამომრჩევლის დემოკრატების მხარეს გადადინებას და ტრამპი წააგებს არჩევნებს. ტრამპი თუ წააგებს, ახლა არის შეგახსენებ შუალედური არჩევნები, ამერიკის კონგრესის ზედა და ქვედა პალატის არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად გადაწყდება ისევ ტრამპის პარტია მართავს კონგრესის ორივე პალატას თუ დემოკრატებმა მოიგეს და შესაბამისად ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ნახევარი იქნება გარკვეულწილად საერთაშორისო ურთიერთობებში თუ შიდა პოლიტიკაში დიდწილად პარალიზებული, იმიტომ რომ ფაქტიურად საბოტაჟის რეჟიმში შეიძლება ტრამპის მოწინააღმდეგეებს იმუშაონ, იქ რაღაც ნებისმიერი მისი ინიციატივა დაბლოკონ, ნებისმიერი არა, მაგრამ ინიციატივის დიდი ნაწილი დაბლოკონ, ჩააგდონ, რაღაცა შეაფერხონ, საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღონ და ეს მათ შორის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც მათი მდგრადობა და გავლენა შესაძლებლობები იქნება ბევრად მასშტაბური იმისა, რომ აი იმ არჩევნების შედეგებზე, მათ შორის ახლა გვახსოვს 2020 წლის არჩევნები, როცა ამერიკელები ტრამპის მხარე აცხადებდა, რომ არჩევნები გაუყალბეს, იმიტომ რომ დემოკრატებს ძალიან დიდი ბერკეტები ქონდათ არჩევნებში ჩარეულიყვნენ და ეს ბერკეტები გამოიყენეს. აი ეს ბერკეტები ასევე დიდწილად გადავა ტრამპის მოწინააღმდეგეების ხელში. ამიტომ ტრამპისთვის ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი კონგრესის არჩევნების მოგება. ეს არის მარტო ტრამპისთვის კი არა, არამედ ტრამპის მთელი ფლანგისთვის, პოლიტიკური აი ჯგუფისთვის, რომელიც ტრამპის მხარეს დგას, ტრამპის ზურგში დგას, აი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა იმ არჩევნებში ერთი რომ არ დამარცხდნენ და მეორე ამ არჩევნებში დამარცხების ხარისხსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ამერიკაში არჩევნები, კონგრესის არჩევნები ტარდება 2 წელიწადში ერთხელ და ამ 2 წელიწადში ერთხელ მანდ არის სპეციფიკური სისტემა. მთლიან კონგრესის შემადგენლობას კი აცვლიან, არამედ კონგრესის ერთ ნახევარს ირჩევენ და მეორე ნახევარი ირჩება იმ შემადგენლობით, რაც იყო არჩეული. შემდეგ უკვე 2 წლის თავზე მეორე ნახევარს, აი რომელიც დარჩა, იმ მეორე ნახევარს შორის შემადგენლობაზე ტარდება არჩევნები. ანუ და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამ 2 წლებში არა მხოლოდ ვინ მოიგებს მაგის განსაზღვრა, არამედ რამდენით მოიგებს. მაგალითად, თუ ბევრი დეპუტატით მოიგო პირობითად დემოკრატების ფლანგმა ახლა ამ არჩევნებზე, მაშინ შემდეგ არჩევნებზე თუნდაც ძალთა ბალანსი ისე შეიცვალოს, რომ უპირატესობა რეიტინგული კონდეთ რესპუბლიკელებს, ეს უპირატესობა შეიძლება საკმარისი აღარ იყოს იმისთვის, რომ იმდენი დეპუტატით მოიგონ, რომ ჯამური უმრავლესობა დაიბრუნონ. ამიტომ ამ არჩევნებზე ზოგადად ამერიკული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ამ არჩევნებზე წყდება ძალიან ბევრი რამ. ამ არჩევნებზე წყდება ცალსახად 2 წლის განმავლობაში ვინ იქნება მმართველობაში, მაგრამ ასევე შეიძლება თუ ძალიან დიდი ზიანი მიიღო ტრამპის მხარემ, შეიძლება პირდაპირ განისაზღვროს შედეგები ისე, რომ 4 წელი რესპუბლიკელებს შანსი აღარ ქონდეთ ძალაუფლების, აი წარმომადგენლობით ორგანოში ძალაუფლების დაბრუნების. ამიტომ ირანელებმა ეს იციან. ირანელებმა იციან, რომ ეხლა კოზირები მათ ხელშია, იციან, რომ უბრალოდ გაწელავენ ომს, მათ შეუძლიათ აქვთ ის ფუფუნება, რომ გაუძლონ, გასუძლოს ამერიკა მაქსიმუმ დაბომბავს, კი რაღაცა ენერგო სექტორს გაუნადგურებს, რომ მოინდომოს, დაუშვათ მაგ ხარისხის ესკალაციაზე წავიდეს. ენერგო სექტორის გაუნადგურებს, უბრალოდ პასუხად ირანი ისე წავე პასუხს დაუბრუნებს არაბული ქვეყნების ენერგო სექტორს, რომ ძალიან დიდი ესკალაცია, ძალიან დიდი ზრდა მოხდება ენერგორესურსების ფასების და მან უკვე გარანტირებულად წააგებს ტრამპი არჩევნებს. ამიტომ ირანელები ახლა თვლიან, რომ აი ესე დროის გაწელვით მათ აქვთ ფუფუნება მაქსიმალურად მომგებიანი პირობები გამოივაჭრონ. მათი პირობები, თან ეს გაჟღერებული პირობები არის საკმაოდ ხისტი. ისინი ითხოვენ რეგიონიდან ამერიკული ბაზების და სამხედრო შენაერთების გაყვანას, ისინი ითხოვენ პირდაპირ ჰორმუზის სრუტეზე საბაჟო გადასახადის დაწესებას თავის სასარგებლოდ და ითხოვენ ნებისმიერი იქ გამავალი გემისგან 7%-ის ირანისთვის გადახდას.
ტანკერებისგან 7%-ის ირანისთვის გადახდას, რაც არის კოლოსალური თანხა. დაახლოებით ერთი დიდი ტანკერის შემთხვევაში 10 მილიონი დოლარი, რაც ჯამში გამოდის თვეში მილიარდობით. 5-6 მილიარდი დოლარი ჯამში გამოდის ირანისთვის გადასახდელი ექნებათ ნავთობის ტრანზიტზე მაგ რეგიონში ჰორმუზის სრუტის გავლით, რაც არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ირანს მთლიანად ჰქონდა ხოლმე თვეში ნავთობის საკუთარი ნავთობით ვაჭრობით. ამიტომ კოლოსალური მოთხოვნებია და ამის გარდა ირანი ითხოვს მიყენებული ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას, ანუ რეპარაციებს ითხოვს. და ხა ესეთი პირობები რო გაუფორმოს ამერიკამ პირდაპირ სრული კაპიტულაცია, ეგ არ არის რაღაცა შუაში გავჩერდით და ვინ მოიგო, ვინ წააგო, მასეთ ვერსიებსგან ეხილავენ. არა, ეგ არის სრული კაპიტულაცია. პარალელურად ირანი ეხლა როგორც მიდის რაღაცა ხმები დადის და ვრცელდება ინფორმაცია, ცდილობს აღადგინოს დაზიანებული ბირთვული ობიექტები, ბირთვული საწარმო ობიექტები. ეს ობიექტები როგორც ირკვევა, კი არ განადგურდა, მათ შორის საწარმო სივრცეები კი არ დაზიანდა, არამედ დაზიანდა უბრალოდ ჩასასვლელები, გვირაბები, რომელთაც მიწის ქვეშ განაგებულ დაცულ ბუნკერებში არის განთავსებული ეს ბირთვული საწარმოები, ეს უბრალოდ გვირაბები დაზიანდა და ამ გვირაბებსაც აღდგენა მიმდინარეობს და სხვა შესასვლელებსაც უკეთებენ, თან ამყარებენ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიგეს ამერიკას რა რესურსები აქვს ბუნკერების გამანადგურებელი ბომბების სახით, რამდენი რა სიღრმეზე შეუძლიათ ამ ბომბებს ჩაღწევა, ახლა კიდევ უფრო ამაგრებენ, გაირკვა რომ იმ სიღრმეზე რომ ეს მიწისქვეშა საწარმოები გაანადგუროს არ შეუძლიათ, მაგრამ კიდევ უფრო გამყარება მიმდინარეობს და დადის ხმები რომ საერთოდ ეხლაც მიდის გარკვეული მუშაობა იმისთვის რომ დაგროვილი ურანის მარაგები, რომლებიც ირანელებს ჰქონდათ, გაამდიდრონ რაღაც ნაწილი მაინც და პარალელურად შექმნან ბირთვული იარაღი. ეს არის ეხლა მოცემულობა. ირანი თვლის, რომ ამერიკა უბრალოდ გაიჭედა, რაც როგორც ჩანს, მართლაც ასეც არის. ამერიკა როგორც ჩანს, ხაფანგში აღმოჩნდა, გარკვეული თვალსაზრისით გაიჭედა და ირანი ამ პირობების გამოყენებას ცდილობს. გაწელავს ომს, თუ გადაცდა ეს ომი ამერიკის არჩევნებს. ამერიკის არჩევნებში წააგო ტრამპის მხარემ, ასეთ შემთხვევაში პარალიზებული ამერიკა, რომელსაც იქ შიდა დემოკრატების ფლანგი კონგრესიდან დაუწყებს რაღაც საბოტაჟის რეჟიმში ტრამპს შეტევებს, დაუბლოკავს რაღაც ბიუჯეტის დამტკიცება სამხედრო მიმართულებით, დაუბლოკავს მათ შორის ომის გაგრძელების შესაძლებლობის დაბლოკვასაც ეცდებიან. ამ რეჟიმში ირანი თვლის, რომ ამერიკას აღარ ექნება შესაძლებლობა ეფექტურად გააგრძელოს ომი. ამიტომ ირანს აქვს ფუფუნება ეს პროცესი გაწელოს და ეხლა რასაც უყურებთ, ამ პროცესს წელავს შეგნებულად. ამიტომ მე არ ვიცი, ის ხალხი რა გათვლებს ეყრდნობოდა, როცა ომს იწყებდა, ან ის ხალხი რა გათვლებს ბითხელმძღვანელობდა, ვინც მიესალმებოდა ეხლა ამერიკის მხრიდან ასეთ სვლას. არ ვიცი. რა ლოგიკით შეიძლებოდა დაშვებულიყო ასეთი მძიმე შეცდომა, გეოპოლიტიკური უმძიმესი შეცდომა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ამერიკამ დაუშვა სერიოზული შეცდომა და გაიჭედა ხაფანგში გაება, აქედან გამოსვლა აღარ არის მარტივი. თლიანობაში ეს არ არის დადებითი სიტუაცია არავისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეცდომების საფუძველზე როგორც ჩანს, ამერიკაში გარდაუვალია კვლავ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ფლანგის, დემოკრატიული პარტიის გაძლიერება და ხელისუფლებაში საბოლოო ჯამში ალბათ დაბრუნებაც, არ ვიცით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რა ვითარება იქნება, მაგრამ ეხლა ჩანს მდგომარეობა ისე, რომ მათი პოზიციები სულ უფრო მყარდება. როგორც ჩანს, ეს კონსერვატიული აღმავლობა ტრამპის სახით, რომელიც მთლიანობაში ჩვენნაირი ქვეყნებისთვის იდეაში მომგებიანი იყო, იმიტომ რომ ჩვენნაირ ქვეყნებზე ზოგადად წნეხით შემცირდა, სოციალურ ქსელებშიც თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, შესაძლებლობა იმისა, რომ კონსერვატიული ხმა დაუბლოკავად გავრცელდეს, გახსოვთ ახლა, არა მარტო ჩვენი, მაგრამ ჩვენი მათ შორის გვერდები მასიურად იბლოკებოდა. კვირაში ერთხელ გვერდს გვიბლოკავდნენ Facebook-ზე, YouTube-ზე გვიქრობდნენ ხოლმე გვერდებს და ესე იყო ჩვეულებრივი მომხმარებლებიც.
ეს ბლოკადა მთლიანად მოიხსნა ტრამპის მოსვლის შემდეგ, ამიტომ რა თქმა უნდა ჯამში სოფლიოში კონსერვატიულ პოზიციას აწყობს ტრამპისნაირი იდეოლოგიური შეხედულების ხალხის დომინირება ამერიკულ პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, აი ამ ძიმე შეცდომებმა, რომლებიც გარე ინტერესების ჩარევით იყო დიდწილად ნაკარნახები და მაგას უკვე ყველა აღიარებს, რომ ფაქტიურად პირდაპირ ისრაელის დაკვეთით დაიწყო ეს ომი ამერიკას უშუალოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ასეთი გაუგებარი პერსპექტივის, ახლა სხვა საქმეა, რომ სხვა ძალიან პერსპექტიული ომი იყოს, ახლა ომი ყველა შემთხვევაში მორალური თვალსაზრისით არასასიამოვნო პროცესი, არასასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ აი ახლა იმათი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, მათი ინტერესებიდან, მათი мотиваციიდან რომ შევხედოთ, სხვა საქმეა დიდი პერსპექტივის ომი ყოფილიყო ამერიკელებისთვის და გასაგები ყოფილიყო როგორ იმარჯვებენ, მაგრამ ამ ომში საერთოდ როგორ იმარჯვებენ, თავიდანვე ვამბობდით, რომ საერთოდ გაუგებარი ჩანს ეგ ვერსია, მაგრამ ამერიკელები გარე ზეწოლით, გავლენით ისრაელის მხრიდან შევიდნენ ამ ომში, დაუშვეს მძიმე შეცდომა, ეხლა საერთოდ გაუგებარი ჩანს კონსერვატორებისთვის, ამერიკელი კონსერვატორებისთვის და ამ ომიდან რანაირად უნდა გამოვიდნენ, ისე რომ მოახერხონ და ამერიკულ პოლიტიკურ დღის წესრიგში საკუთარი დომინანტური მდგომარეობა შეინარჩუნონ. ეს არის აი ეს ნაწილი ირანის თემის, რომლიდან ჩვენ გადავიდეთ ახლა პარალელურად რა ვითარება უკრაინის ფრონტზე და უკრაინის ფრონტზე არის ებმის ამ თემას იმ სახით, რომ ამერიკის ასეთი ინტენსიური ჩართულობა ირანის მიმართულებით სერიოზულად აზიანებს უკრაინის შესაძლებლობებს. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა შეიარაღებით დიდწილად და განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებით ძირითადად ამერიკა ამარაგებდა. ახლა ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკამ დაფინანსების, ანუ საკუთარი ფულის სახით დახმარებები ფაქტიურად გაუქმა და საკუთარ ფულს თითქმის აღარ აძლევს ამერიკა უკრაინელებს, მაგრამ სამაგიეროდ ევროპელების დაფინანსებით უკრაინელები ამერიკისგან ყიდულობდნენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და მათ რაკეტებს, ძირითადად აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არის პეტრიოტის ტიპის რაკეტები, მაგრამ პეტრიოტის ტიპის რაკეტები არის ძალიან ძვირი და დეფიციტური რესურსი. ეს არის ყველაზე მაღალი კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რომელსაც უკრაინას აძლევდნენ. ამერიკას აქვს ამაზე კიდე უფრო მაღალი კლასის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა თაადის სახის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სახით, მაგრამ აი ამ თაადის ტიპის სისტემები კიდე უფრო დეფიციტურია, სულ რაღაცა 50 ერთეულ რაკეტას უშვებს მთელი ამერიკა ერთი წლის განმავლობაში, კოლოსალურად დეფიციტური რესურსია, ძალიან ძვირი, თითო რაკეტა იქ რაღაცა 10 თუ 12 მილიონი დოლარი ყის, მე მგონი თუ შეიძლება მეტი კიდე. და ეს ორივე ტიპის რაკეტები იმ რაოდენობით გამოიყენა ამერიკამ, ისრაელმა და არაბულმა ქვეყნებმა რეგიონის